თბილისში პაოლო იაშვილის ქუჩის 7 ნომერში მდებარე საცხოვრებელ სახლზე მსახიობ ქეთევან კიკნაძის მემორიალური დაფა განთავსდა. ქეთევან კიკნაძეს მინიჭებული აქვს საქართველოს სახალხო არტისტის წოდება. კოტე მარჯანიშვილისა და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია. არის ღირსების ორდენის კავალერი. ქეთევან კიკნაძე გადაღებულია 16-ზე მეტ მხატვრულ სატელევიზიო ფილმსა და სერიალში. იგი ასევე მონაწილეობდა 100-ზე მეტ სპექტაკლში. ღონისძიება თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის მხარდაჭერით გაიმართა და მას ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, ასევე ოჯახის სახიობის ოჯახის წევრები დაესწრნენ. ეს კარები იყო ძალიან დიდ სტუმართ მოყვარე ხალხისათვის. აქ სულ იყო საოცარი ცხოვრება, ლაღი, სიყვარულით სავსე და მე მიხარია რომ ამ გოგონებმა გიგას და ქეთინოს სამმა გოგომ უკვე ეს ტრადიციები ხელში აიღეს და გრძელდება ის დიდი სიყვარული და დიდი სითბო, რასაც ისინი იმსახურებენ. ქეთინოს გაუმარჯოს. ეს ოჯახი ძალიან ძვირფასი იყო ჩვენთვის. ქეთინო იყო უნიკალური იმ ხრივ მსახიობი, რომ მას შეეძლო დაწყებული დრამატული როლებიდან, სახასიათო როლებიდან და კომედიაც ისეთი ეს მრავალფეროვანი პალიტრა ქონდა მას და ძალიან მაგარი იყო ამაში და ეს იშვიათობა არის. მე პირადად ესე არ შემიძლია. საოცარი იყო, როგორც მსახიობი, როგორც დიასახლისი, როგორც დედა და როგორც ჩემი გიგას უსაყვარლესი მეორე ნახევარი, იმიტომ რომ ქეთინოს გარეშე გიგა ამდენს ვერ შეძლებდა. დიდი ზურგი იყო ქეთინო გიგასთვის. ნამდვილად ასეა და კიდევ ერთხელ შვილებს რა თქმა უნდა იმ საქმისთვის რომ აგრძელებენ დედის და მამის ამხელა საქმეს, მადლობა უნდა გადაუხადოთ.